მოგესალმებით. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება ახალ სატელევიზიო პროექტს იწყებს საქართველოს ევროპულ ოჯახში. გადაცემას წარუძღვები მე თამარ ხვედელიძე. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში საქართველოს ევროპული არჩევანი ცხადი იყო თერგდალეულთა თაობისათვის. სწორედ ევროპულ სახელმწიფო აზროვნებას ეფუძნებოდა ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების იდეოლოგია. უფრო მეტიც, საქართველოს ისტორიის უფრო ადრეულ პერიოდს თუ გადავხედავთ, ნათლად დავინახავთ, რომ საუკუნეების მანძილზე ქართველ მეფეებს მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდათ ევროპელ მმართველებთან. ქართული კულტურის ხაზი ხშირ შემთხვევაში სწორედ ევროპულ კულტურაზე გადიოდა. გადაცემაში სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, როგორ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი და რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა დღეს. პროექტი ხორციელდება საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია ერთსულოვნების, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. ჩვენი პირველი გადაცემის პირველი სტუმრები არიან. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბატონი დავით ბაქრაძე, მოგესალმებით ბატონი დავით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქალბატონი ქეთევან ჩეჩევა. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი არჩილ ყარჯაველი, მოგესალმებით. ბატონი დავით, როგორია საქართველოს როლი ევროპულ ოჯახში ისტორიულად და დღეს? დავიწყოთ ფესვებიდან. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მინდა რომ მოგილოცოთ ეს ბრწყინვალე ინიციატივა, ძალიან კარგი გადაცემათა ციკლი, რომელიც ვფიქრობ, რომ ეხმიანება ზუსტად ჩვენი ქვეყნის წარსულს, მის დღევანდელობას, რა თქმა უნდა, მის მომავალს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი არხის მაყურებელს ექნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ სწორი აქცენტებით იმ განვითარების გზაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ განვითარებას უკავშირდება, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სტუმრებიც, ექსპერტები, როგორც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, მაქსიმალურად მიაწვდიან იმ ინფორმაციას, რაც ჩვენ სარგებელს, ჩვენი ევროპული გზის სარგებელს უკავშირდება. რაც შეეხება ჩვენს წარსულს, რასაკვირველია, ეს არის საქართველოსთვის ევროპა არის ბედისწერა. საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ოჯახის წევრი, ეს გამოიხატებოდა იმ ძირითად ღირებულებებში, რომლის თანაზე არის ჩვენ ყოველთვის ვიყავით, რაზეც დგას ევროპის განვითარება, მისი ღირებულებების სისტემა, რომელიც იწყება ბერძნული ფილოსოფიით, რომელიც საქართველოში ბიზანტიური კულტურის სახით ყოველთვის, ასე ვთქვათ, შემოდიოდა, რომელიც რომაულ სამართალს უკავშირდება და რასაკვირველია, უმთავრესი ალბათ ამ სამიდან ეს არის ქრისტიანობა, რომელზეც არის ევროპული ღირებულებების სისტემა აგებული, რომელიც წარმოადგენს ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებით საფუძველს. ამ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა დოზით ყოველთვის ერთის მხრივ ვახდენდით გავლენას იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა, იმ ტენდენციებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ევროპაში, ასევე რა თქმა უნდა გავლენას ახდენდა ევროპა საქართველოსაც. სანამ რაღაც პერიოდის შემდგომ გარკვეულწილად რკინის ფარდამ მოგწყვიტა განვითარების ამ ბუნებრივ გზას. თორემ მანამდე იყო პერიოდი ისეთი, როდესაც მაგალითად ქართველი მხატვრები აქტიურად მონაწილეობდნენ იგივე საფრანგეთში, პარიზში, ვიცით ხო, კაკაბაძე იყო ახვლედიანი, სხვები მოდერნისტების თქვათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და აი თავისი წვლილი შექონდათ ამ ტენდენციების განვითარებაში. კიდევ უფრო ადრე ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ იგივე როდესაც კინოთეატრი სინემა როგორც ასეთი ჩამოყალიბდა საფრანგეთში კაპუცინების ბულვარში, სულ რაღაც ერთ წელიწადში უკვე აი ამ თარიღიდან წარმოიდგინეთ უკვე პირველი კინოთეატრი ფოთში გაჩნდა, რამდენიმე წელიწადში უკვე საქართველოს მასშტაბით რამდენიმე კინოთეატრი იყო და ეს კულტურული განვითარება, ეს ტექნოლოგიური განვითარება, ის განვითარებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ევროპაში, ყოველთვის ავტომატურად აისახებოდა საქართველოსაც და სანამ როგორც ვთქვით, რაღაც გარკვეულმა, ასე ვთქვათ, განვითარებებმა, კერძოდ საბჭოთა პერიოდმა გარკვეული რკინის ფარდით ჩამოგაშორა განვითარების ამ ბუნებრივ პროცესს. ახლა ჩვენ სწორედ აი ამას ვცდილობთ, რომ დავეწიოთ, რომ ის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე, მისი მოქალაქეების დაცულობაზე,
სწორედ ასეთი სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ და ჩვენ ამ მხრივ ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები გვაქვს დღეს შეგვიძლია ამ გზით ვიაროთ და ვფიქრობ, რომ თქვენი გადაცემის ციკლი სწორედ ამ ინსტრუმენტების გაცნობას და საზოგადოების უფრო მეტ გაცნობიერებას მომსახურება. ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩვენ შევხვდით ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო ბედნიერებას ნამდვილად იმსახურებს. მოდით მოვუსმინოთ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში ბატონ იოს დაუმას, რომელიც არის ჩვენი სატელევიზიო პროექტის მხარდამჭერი ასევე. I think that is a very important initiative by Patriarchy TV. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაცემა საქართველოს ევროპულ ოჯახში, სწორედ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების საშუალებით გადაიცემა. გილოცავთ თქვენ სატელევიზიო ეთერში ახალი გადაცემის დაწყებას. გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს და მხარდამჭერ ორგანიზაციებს უსურვებ წარმატებას. რადგან ამ ტელევიზიას ყავს ძალიან წიგნიერი და გაწონასწორებული აუდიტორია. ძალიან მიყვარს ქართველები და საქართველო. თქვენ უნიკალური ისტორია და კულტურა გაქვთ. თქვენი ქვეყნის განვითარება და წარმატება ნიშნავს რეგიონის განვითარებას და წარმატებას და ასევე ევროპის წარმატებას. სწორად ინფორმირებული საზოგადოება კი ამ წარმატების საწინდარია. ქართველები ძლიერი ხასიათის მატარებლები არიან. გისურვებ დიდებულ მომავალს. თქვენ ამას იმსახურებთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ელჩს გადავუხადოთ და შემდეგი შეკითხვა მინდა ქალბატონ ქეთევანს დაუსვა. რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ტიპის საინფორმაციო პროექტები მედია სივრცეში? შეგვიძლია ვისაუბროთ ქართულ მედია სივრცეზე და შეგვიძლია განვავრცოთ კიდეც ზოგადად მედია სივრცეში. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის, უღრმესი მადლობა მულამაზეს სტუდიაში მასპინძლობისათვის და მინდა ძალიან დიდი წარმატება უსურვო თქვენს გადაცემას. ნამდვილად ძალიან გულშემატკივრობ და იცით, რომ ჩვენი ორგანიზაციაც, როგორც სახელმწიფო მედიის აპარატი, ისე არის ვთქვათ, ძალიან დიდი მხარდამჭერები ვართ პროექტის, რომელსაც განვითარების დემოკრატიის ცენტრი, ტელეკომპანია ერთსულოვნებასთან ერთად და ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით ახორციელებ და ნამდვილად მინდა, რომ დიდი წარმატება გისურვოთ ინფორმირებული საზოგადოების იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოს საზოგადოება იმ ყველა სიკეთესთან დაკავშირებით, რასაც ნიშნავს და რას მოიცავს ის ინტეგრაციის პროცესი, რაც საქართველოს ევროპული გზა ჰქვია, ის რასაც გავდივართ ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურ რეჟიმში, ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს და ყოველდღიურად ასე ვთქვათ, ხელშესახები სიკეთეები, რომელიც თვითონ მოქალაქემ შეიძლება იგრძნოს და მიიღოს აი ამ ურთიერთობით. ვფიქრობ, რომ სწორედ აი ამ ყველაფერთვის ძალიან დიდი როლი აქვს სწორედ მედიას იმ პროექტს, რომელსაც ახლა ასე ვთქვათ, დღეს ხსნით და ძალიან მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ერთად ვიმუშაოთ სწორედ აი ამ მიმართულებით, რასაც მიუკერძოებელი, უბრალოდ ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციის მიწოდება ჰქვია მაყურებლისთვის, ვინაიდან ყველას, ვისაც აქვს სურვილი, ინტერესი, გაიგოს მეტი, რას ნიშნავს საქართველოსთვის, საქართველოს ევროპული გზა, რას ნიშნავს საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულება, ის საკითხები, რომელსაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ესეც დავარქვათ, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი ჩვენი ქვეყნისათვის მოიცავს. დავიწყოთ ძალიან პარტი უამრავი საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლებლობები, რომელიც არსებობს ახალგაზრდებისთვის, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, საზოგადად განათლების სისტემის განვითარებისათვის, კრეატივი რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის, ის უამრავი კონკრეტული წარმატების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, ის წარმატების მაგალითები ასევე აი კონკრეტული მაგალითებიც რომ დაგვისახელოთ. ჩვენს მაყურებელს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მეტი ინფორმაცია, გაიცნოს კონკრეტული ადამიანები, ვინც ისწავლეს საზღვარგარეთ, ვინც მიიღეს დაფინანსება ენპადის ფარგლებში და შეძლეს საკუთარი მცირე ბიზნესის განვითარება და უკვე არა მხოლოდ მცირე ბიზნესის განვითარება, ის უამრავი შესაძლებლობა, რომელიც ნამდვილად დღეისათვის არის ხელმისაწვდომი. დავიწყოთ Erasmus Mundus Plus-ი, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგი გზა არის იმისათვის, რომ ახალგაზრდა მოძებნოს საკუთარი განვითარების შესაძლებლობა, მიიღოს განათლება, დაბრუნდეს საქართველოში და ეს მოახმაროს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. 700-მდე სტუდენტმა მიიღო, მხოლოდ შარშან Erasmus-ის საშუალებით ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ევროპაში მიიღო 3-6-9 თვიანი პროგრამებია. აი შემოქმედებითი ევროპა, რომელიც ქეთი მახსენა, დაახლოებით 1.8 მილიარდის ფონდები არის ყოველწლიური, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ზუსტად ისევე აქვთ მათ ხელმისაწვდომობა ამ ფონდისადმი, როგორც ევროკავშირის ნებისმიერ წევრი ქვეყნის შემოქმედებითი ჯგუფი იქნება თუ სხვა. მაგალითისთვის ჩვენთან იყო ის, რომ მარჯანიშვილის თეატრს ჰქონდა ერთ-ერთი პროექტი, რომლითაც მიიღო დაფინანსება შემოქმედებითი ევროპის ფარგლებში, დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, ასევე სწორედ შემოქმედებითი ევროპის ფარგლებში მიღებული დახმარებით გაიმართა და ასე შემდეგ. არის ასევე ჰორიზონტი 2020. ეს კიდევ უფრო მასშტაბურია, გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერების სფეროს ფარავს
და იქ 5 წლის განმავლობაში 80 მილიარდი ევროა განსაზღვრული სწორედ იმ ინოვაციებისთვის ან მეცნიერულ სფეროში გარკვეული პროექტებისთვის, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და საქართველოს გახდა ასოცირებული წევრი, ჩვენ ვიხდით ამ ასე ვთქვათ საწევროს, მაგრამ ხელმისაწვდომობა გვაქვს ბევრად დიდ თანხასთან, ამიტომ აქტიურობა არის საჭირო, მეტი ინფორმირებულობა საზოგადოების, რომ ამ ახალი პროექტებით, ამ პროგრამებით ვისარგებლოთ. ჩვენ განათლებისა და მეცნიერების საკითხს უფრო დეტალურად სხვა გადაცემებში განვიხილავთ და ეხლა მინდა ბატონ არჩილს მივმართო და დაუბრუნდე ისევ სატელევიზიო პროექტს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი თქვენი ორგანიზაციისათვის? პირველ რიგში მოგესალმებით და დიდ მადლობას მოგიხდით მოწვევისათვის და აქვე მინდა ვისარგებლო და მოგილოცოთ პირველი გადაცემა. რა თქმა უნდა, ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის პირველი. აქვე დიდ მადლობას გადავხდი ნიდერლანდების სამეფო საელჩოს საქართველოში, რომ მსგავსი იდეა მოიწონეს და აფინანსეს და გვერდში გვიდგანან. ეს პროექტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ უკვე გავდივართ ფართო მასშტაბებზე და მოახდენთ უფრო მეტი ადამიანის ინფორმირებას უკვე თქვენი გადაცემების და თქვენი ტელევიზიის მეშვეობით. ძალიან დიდი მადლობა. ბატონ დავით, ფასეულობების თემას უნდა შევეხოთ აუცილებლად, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია ნებისმიერ ქვეყნისათვის, მე მგონი. ევროინტეგრაციის პროცესში როგორ დგას ეს საკითხი ფასეულობებისა და თვითმყოფადობის ღირებულების? ალბათ ძალიან მარტივად არის აქ საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ ძალიან დიდარი კულტურის ტრადიციის ერი და ალბათ თუ რაიმე ინტერესი ჩვენს პარტნიორებს საქართველოს მიმართ გააჩნიათ, ეს სწორედ ამ ისტორიას, ამ ტრადიციას უკავშირდება, მის განსხვავებულობას და განსაკუთრებულობას. ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი დევიზი სწორედ მისი სიმდიდრე არის მის მრავალფეროვნებაში. ჩვენს რეალობას რომ გადავხედოთ, მართლა უნიკალური სახელმწიფო გვაქვს, რომელიც რეგიონების შესაბამისად არის მრავალფეროვანი თავისი გარკვეული ტრადიციებით, გარკვეული იგივე კულინარიით, იგივე სიმღერებით, იგივე ასე ვთქვათ სამოსელით და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ თვითონვე ძალიან მრავალფეროვანი ვართ და აქედან გამომდინარე ჩვენი ინტერესი საქართველოს მიმართ სწორედ მის მრავალფეროვნებაშია. ეს ტრადიციები, ეს კულტურა არის ის სიმდიდრე, რომლითაც ჩვენ დღემდე მოვედით, ჩვენი ენა, რომელიც არის უნიკალური ამ თვალსაზრისით და სწორედ ეს ერთობლიობაში წარმოადგენს ჩვენს ინტერესს, რომ შევინარჩუნოთ, მომავალთაობებს შეუნახოთ და ასევე გაუზიაროთ ჩვენს ასე ვთქვათ პარტნიორებს და მეგობრებს და ასევე მათი თვალსაზრისით. საქართველოსთვის ევროპული გზა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავემსგავსოთ პატივისცემით, რა თქმა უნდა, ყველა ერისა თუ ნაციის მიმართ, მაგრამ დავემსგავსოთ ან ფინელს, ან ბელგიელს, ან სხვას. პირიქით, სწორედ ჩვენი მრავალფეროვნებით ვხდით უფრო მდიდარს ევროპას, იმიტომ რომ საქართველოს მისი ისტორია, მისი კულტურა სწორედ ევროპული კულტურის, ევროპული ისტორიის ნაწილია. აქედან გამომდინარე, ეს არის ის ორმხრივი ინტერესი, თუმცა არის ის ძირეული საკითხები, ძირეული ფასეულობები, რომელიც როგორც ქეთევანმა აღნიშნა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, რომლის დამკვიდრებასაც ვცდილობთ, რომელსაც მოვწყდით, რომელმაც დრო აჩვენა, რომ ეს სწორი განვითარების გზაა, ის რომ იგივე მარტივად რომ ვთქვათ მომხმარებელი არ უნდა შეიყვანო შეცდომაში ვთქვათ წარმოებელმა და უნდა ზუსტად მიაწოდოს ინფორმაცია რა პროდუქტს ყიდის, რა შემცველობისას და ასე შემდეგ. ის რომ გარემოს უნდა გაუფრთხილდეთ და ის რომ ერთად შეთანხმებულ კანონებს ერთად უნდა ვსცეთ პატივი. ის რომ ჩვენი ასე ვთქვათ კულტურა საჭიროებს დაცვას და მის განვითარებას, აქედან გამომდინარე შემოდის ის მრავალფეროვანი პროექტები, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს და ხელს გვიწყობს. ეს ერთობლივი განვითარების გზაა. ჩვენ გვინდა ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ეს არის ის სწორი განვითარების გზა, რომელიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. დემოკრატია რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ
მე რომ არჩევანს გავაკეთებ, იმ არჩევანს სხვა პატივი უნდა სცეს. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ერთობლივი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები ერთობლივად უნდა მივიღოთ და შემდგომ მას პატივი სცეთ. პატივი ვცეთ ასევე უმცირესობების აზრებს და მათ პოზიციას, იმიტომ რომ სწორედ ადამიანია ამოსავალი წერტილი ჩვენს ყოფიერებაში და ამ ყველაფრით ერთად ვამკვიდრებთ იმ პრაქტიკას, რომელსაც გარკვეულწილად ჩვენ მოვწყდით და დღეს გვაქვს ეს შესაძლებლობა ასოცირების შეთანხმებით, რომელიც მიყვება როგორც ჩვენი ენერგეტიკული, სპორტის, კულტურის, არ ვიცი, ყველა განვითარების, ყველა, ასე ვთქვათ, მიმართულებას და იმ ძირეულ საკითხებს, რომელიც დრომა ჩვენ 10 წლეულებმა აჩვენა ევროპაში, რომ არის განვითარების სწორი გზა, წარმატებული გზა, სწორედ აი ამ გზას რომ გავყვეთ და უფრო დაჩქარებული ტემპებით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ გარკვეულწილად მოვწყდით ამას, დაჩქარებული ტემპებით დავეწიოთ და მართლა ევროპული სახელმწიფო შევქმნათ ისეთი, რომელიც ჩვენ გვინდა ჩვენი მომავალი თავები. დიახ, ბატონო დავით, თქვენ ახსენეთ ასოცირების ხელშეკრულება. აქვე გკითხავთ კონკრეტული შედეგები, რაც ამ ხელშეკრულებამ მოუტანათ ჩვენს ქვეყანას დღეს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც პირველ, მეორე და ეხლა უკვე მესამე წელს ვართ, უკავშირდება ერთის მხრივ სასამართლო სისტემის რეფორმას. ეს უკავშირდება პროკურატურის სისტემის რეფორმას, ეს უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას, ეს უკავშირდება იგივე ნარჩენების მართვის საკითხებს. რო ავიღოთ თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომელიც განუყოფელი ნაწილი ასოცირების შეთანხმებისა, პირველ წელს ჩვენ გვქონდათ 15%-იანი ექსპორტის ზრდა ევროკავშირის ბაზარზე. წელს ეს მაჩვენებელი შეიძლება არ იყოს ისეთი მასშტაბური, მაგრამ ეს ფასების ასე ვთქვათ, ცვლილებას უკავშირდება, თუმცა მოცულობით ჩვენ მუდმივად ვზრდით ჩვენს ექსპორტს ევროპულ ბაზარზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს თავისთავად უკვე საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, მისი მომავალი ფუნქციიდან და სტაბილური განვითარების გზიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა თურქეთთან, როგორც მოგეხსენებათ, DST-ს ქვეყნებთან, დავასრულეთ ჩინეთთან და სწორედ საქართველოს როგორც ევროპული სახელმწიფო და ასევე კარიბჭე გასასვლელი ევროპისთვის აზიაში და ასევე შემოსასვლელი ევროპაში აზიიდან არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი და გახდება და შეიძენს კიდევ უფრო მეტ ფუნქციას გამომდინარე იმ პოლიტიკიდან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, რომ გავზარდოთ ეს სატრანსპორტო ფუნქცია, გავაძლიეროთ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხელშეუწყობს ამ ფუნქციის გაძლიერებას, ენერგო დამოუკიდებლობა, რომელიც დღეს ევროპისთვის ერთ-ერთი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მნიშვნელოვანი მაგისტრალები სწორედ საქართველოზე გადის და ამით შევქმნათ მნიშვნელობა საქართველოს სტაბილურობისა სწორედ ევროკავშირისთვის, თურქეთისთვის, ჩინეთისთვის, იგივე რუსეთისთვის და სხვა, რომ ყველას ინტერესი თანხმდებოდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო, რომელიც გზაჯვარედინია, რომელიც სწორედ ამ ინტერესების გადაკვეთის ადგილია, იყოს სტაბილურად განვითარებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის ჩვენ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმ დემოკრატიულ განვითარებას, იმ კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების იმ ძირეულ ხაზს, რომელსაც ევროპა გაყვა და რომლითაც სწორედ ისეთი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ფორმულა შექმნა, რომელიც ჩვენ გვინდა ჩვენი საზოგადოებისთვის. ქალბატონ ქეთევან, რა არის საქართველოს მთავარი გამოწვევა ევროინტეგრაციის პროცესში? მე ერთ-ერთი პირველი რაც მინდა ვახსენოთ, სწორედ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე ვახსენოთ, რომ საინფორმაციო ცენტრი ნატოს და ევროკავშირის შესახებ ძალიან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან იმის შესახებ, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს ინფორმაცია და დამერწმუნებით ალბათ, რომ დღევანდელ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციას სწორად მიღება და დროულად, ასე ვთქვათ, აი ამის ყველაფრის მიწოდება შესაბამის სამიზნე ჯგუფებთან და ძალიან მნიშვნელოვანია მივიტანოთ ეს ინფორმაცია რეგიონებში, ასევე ყველა ვთქვათ, ახალგაზრდებთან, მასწავლებლებთან, სასულიერო პირებთან და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდამჭერების მეშვეობით ეს მოვახდინოთ. გამოწვევა ერთ-ერთი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ზოგადად დასავლური სახელმწიფოებისთვის არის მაგალითად იგივე ის პროპაგანდის საკითხი, რომელიც წამოწეულია დღეისათვის და ამ ფონზე საქართველოს ძალიან კარგად შეინარჩუნა ის ძალიან მაღალი მხარდაჭერა, რომელიც დღეისათვის არსებობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. თუმცა
აქვე ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ეს მხარდაჭერა, რომელიც არის, როგორც ვიცით, იმის ყველა კვლევების მიხედვით 75-80%-მდე, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ასე ვთქვათ, ემოციური მხარდაჭერა გამყარებული იყოს ინფორმაციით და გააზრებული მხარდაჭერით. შესაბამისად, ის რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას, მნიშვნელოვანია აქვე პასუხი გქონდეს, რატომ ვირჩევთ და რა არის ეს ჩვენთვის, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, როგორც ქვეყნისათვის, ჩვენთვის, როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის და რას უნდა ველოდეთ. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია გქონდეს ძალიან სწორი მოლოდინებიც, იმიტომ რომ სამწუხაროდ ვიცით, ხშირად გადაჭარბებული მოლოდინები კიდევ უფრო დიდი პრობლემის მატარებელია და აქედან გამომდინარე, თუმცა პირიქითაც არ უნდა დაგვემართოს, რომ რაღაც უფრო მოლოდინების არ ქონა მათ, შეიძლება ასევე მიგვიყენოს რაღაც ის თქო უიმედო განწყობამდე. ხო, პირიქით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ეს არის გზა განვითარების, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გადის და გავდივართ ერთად. ამ პროცესს ვერ შეძლებს ვერც ერთი კონკრეტული, ვერც ერთი მინისტრი ან რომელიმე სამინისტრო ან ასე ვთქვათ, მთავრობა, ამას ჭირდება ნამდვილად საზოგადოების გაერთიანება, როგორც ყველა სექტორის, ეს იქნება ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების და ამავდროულად თითოეული მოქალაქის ჩართულობა და ის შეგრძნება, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენ ესე ერთად უნდა გავიაროთ. კი ბატონო, და ეს ყველაფერი ჩვენ სახელმწიფოს თვითმყოფადობას ალბათ უფრო ამყარებს. ეს პროცესები. ბატონო არჩილ, თქვენ მინდა გკითხოთ, მთელს ამ პროცესებში, როგორია თქვენი ორგანიზაციის როლი, რა პროექტები გაქვთ? დაგეგმილი. ჩვენ ევროინტეგრაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობთ უკვე 2014 წლიდან. ჩვენი პროექტი არის საქართველო და ევროკავშირი, რომელიც არის ინფორმირება საზოგადოების, რომელსაც ვახორციელებთ საპატრიარქოს განათლების ცენტრთან პარტნიორობით და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით დავდივართ ეპარქიებში და ვატარებთ შესაბამის სემინარებს, ტრეინინგებს, ვაწვდით ადამიანებს ინფორმაციას, როგორც სასულიერო პირებს, ისე საპატრიარქოსთან არსებულ სკოლა-გიმნაზიებს. ასევე ქონდა ამ ზაფხულზე ქონდა 6 ტრეინინგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიყვანეთ როგორც მოსწავლეები, ისე სასულიერო პირები და ქონდა რამოდენიმე დღიანი ტრეინინგ სემინარები და ამ ტრეინინგ სემინარებში იყვნენ ჩართული ექსპერტები, რომლებიც აწვდიდნენ ზუსტ და სწორ ინფორმაციას და იყო უშუალოდ პირდაპირ დიალოგი და რეალურად ჩვენ ვცდილობდით იმ მითების დამსხვრევას, რაც რეალურად გავრცელებული არის ჩვენ საზოგადოებაში. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ 2014 წელს დაწყებული ასე ვთქვათ ეს საპილოტო პროექტი, რომელიც დღემდე ძალიან აქტიურად გრძელდებოდა უკვე ჩვენც როგორც პარტნიორები შეუერთით და ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ ნამდვილად ნიდერლანდების სამეფოსთან საელჩოსთან ერთად დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროექტიც, რომელიც ფარგლებში სწორედ რამოდენიმე ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იგეგმება ბრიუსელში, სადაც სწორედ სასულიერო პირებს მიეცემათ შესაძლებლობა პირადად გაიცნონ და გაიგონ ზუსტი ინფორმაცია უკვე თავად ნატოში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირში, პარლამენტში და ძალიან მნიშვნელოვანია და გვიხარია ნამდვილად ის, რომ ესეთი მნიშვნელოვანი პარტნიორობა სწორედ ინფორმაციის და სწორი ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით შედგა. ის არსებული მხარდაჭერის, რომელიც გააჩნია ჩვენს ევროპულ გზას, მისი გაცნობიერება, გასიგრძეგანება, რამდენად არის ეს ზუსტად ის გზა, რომელიც ერთის მხრივ სწორედ შეინარჩუნებს საქართველოს კულტურულ, ტრადიციულ, მის ისტორიულ ღირებულებებს, მისცემს მას, ასე ვთქვათ, უფრო ფართო კომუნიკაციის გაცვლის შესაძლებლობას ჩვენს პარტნიორებთან და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე ქვეყნის შიგნით გქონდეს სწორად გააზრებული ის, რასაც ხვალ, ასე ვთქვათ, ზოგიერთი სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, ინტერესში მყოფი ანტიდასავლური რიტორიკა და აბსოლუტურად უსაფუძვლო მითები ვერას დააკლებს, ანუ გაცნობიერებული არჩევანი, სწორი არჩევანი, იმიტომ რომ ევროპა მართლა არჩევანიც არის, ეს არის თავისუფალი არჩევანი. ჩვენთვის, ჩვენი გადმოსახედიდან საქართველოს ევროპული გზა ნიშნავს სწორედ ჩვენი მომავალი თაობისთვის ევროპული მომავლის შექმნას. ეს არის ის მიზანი, რომლისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა თავის დროზე ძალიან ბევრი იზრუნეს და ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება მეტი პირველ რიგში ევროპა შემოვიტანოთ საქართველოში. საქართველოს ევროპაში დაბრუნება, მისი სტრუქტურებში გაერთიანება, ეს იმდენი პარალელური, აი ჩვენ ვახსენეთ რამდენიმე ფორმატი, იმდენი პარალელური ფორმატით, პროექტით, პროგრამით ხდება, ძალიან მალე უვიზო მოსვლა იქნება პრაქტიკულად, ვაჭრობა თავისუფალი გვაქვს. ძირითადი თავისუფლებები უკვე ხელთ გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის ზუსტად ის არის თავი, რომ ევროპა
იმ კულტურით, რომლითაც მან ასე ვთქვათ, შექმნა უსაფრთხო და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება და განვითარების ეს გზა, სწორედ ეს შემოვიტანოთ მაქსიმალურად და დავამკვიდროთ, რომ პატივისცეთ კანონს, რომ პატივისცეთ ერთმანეთს და ამ ქვეყანას მაქსიმალურად გაუხსნათ აი ეს ევროპული მომავალი სწორედ ჩვენი მომავალი თაობებისთვის. და ალბათ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი კულტურაც ასევე გავიტანოთ ევროპაში და გავაცნოთ ჩვენი ფასეულობები. ზუსტად ამ ფასეულობებით, ამ ასე ვთქვათ, ჩვენი კულტურითა და ჩვენი ისტორიით ვართ საინტერესო, ვართ ღირებული და ვართ თანაბარი პარტნიორი ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს, იმიტომ რომ საქართველოც სწორედაც რომ არის ევროპა. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი სატელევიზიო პროექტის ფარგლებში მიემგზავრება ბელგიასა და ნიდერლანდების სამეფოში, საიდანაც ჩამოვიტანთ ექსკლუზიურ მასალას და მეორე გადაცემაში ჩვენ ამ მასალას შევთავაზებთ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის და საინტერესო საუბრისათვის. მე აქვე დაგემშვიდობებით, ხოლო გადაცემა საქართველოს ევროპულ ოჯახში გრძელდება და ჩვენ მეორე ბლოკში ახალი სტუმრებით დავბრუნდებით. თქვენ უყურებთ გადაცემას საქართველოს ევროპულ ოჯახში და ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები არიან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი გიგი გიგიაძე, მოგესალმებით. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე ბატონი მიხეილ მირზიაშვილი და პროფესორი ოლივერ რაისნერი, ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა ევროპიდან და ცხოვრობს საქართველოში. ბატონო მიხეილ, მოდით დავიწყოთ ისტორიიდან. 1996 წლიდან საქართველოს დაიწყო ურთიერთობა ევროკავშირთან როგორც ორგანიზაციასთან. გვიანბეთ, როგორ შეიქმნა ევროკავშირი? რა იყო ამის მიზეზი? მოგრელს ყოველთა დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩემთვის პატივია ამ ტელევიზიაში ყოფნა და მაყურებლის წინაშე გამოსვლა. 1993 წელს შეიქმნა ევროკავშირი, როგორც აი ამ დასახელებით, მაგრამ ევროპაში გაერთიანების იდეა ძველი იდეა არის. საფუძველი შეიძლება ითქვას, რომ ჩაუყარა ამ გაერთიანებას, რომელიც დღეს გვაქვს. ფოლადისა და ქვანახშირის კავშირმა, მაშინ სწორედ მეორე მსოფლიო ომის გამოვლილმა ერთმანეთის მოპირისპირედ, ასე ვთქვათ, მეომარმა, ერთმანეთის წინააღმდეგ მეომარმა გერმანიამ და საფრანგეთმა ჩაუყარა სწორედ საფუძველი ევროკავშირს, მოგვიანებით სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. რა ვიცი, აი ეს ითვლება ევროკავშირის საფუძვლებად. ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება უკვე მომდენო პერიოდში ეს ურთიერთობა უფრო და უფრო გაღრმავდა. როგორც მოგახსენეთ, 1993 წლიდან იწოდება ეს გაერთიანება როგორც ევროკავშირი. დღევანდელი დღისთვის ევროკავშირის ისტორიის ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრი არის 28 ქვეყანა. უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი გავხდა, ეს არის ხორვატია. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი არის თვითონ ევროკავშირის ჩამოყალიბებასა და მის განვითარებაში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ევროკავშირმა ძალით შეიყვანა თავის წევრობის თავის რიგებში. ყველა ქვეყანა მიისწრაფის ევროკავშირისკენ და ეს ძალიან მარტივად აიხსნება იმით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან ის ლიდერი ქვეყნები ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, რომლებიც გამოირჩევიან დღევანდელ ჩვენ დედამიწაზე. თუ სადმე ხდება დემოკრატიის განხორციელება, ეს სწორედ ეს ქვეყნებია. ამიტომ არის რომ ყველა ქვეყანა მიისწრაფის ევროკავშირის წევრობისკენ და მათ შორის ჩვენი ქვეყნის გაცხადებული პოლიტიკაც ევროკავშირის წევრობა არის. ბატონო გიგი, ბატონმა მიხეილმა ისაუბრა, რომ ევროკავშირის შექმნის მთავარი იდეა იყო მაინც ეკონომიკური გაერთიანება. ამ მხრივ, როგორ შეიძლება ეს აისახოს ჩვენ სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებზე? მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ ამ გადაცემის დაწყება. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მივესალმებით ბატონ მიხეილს, ბატონ ოლივერს, ძალიან დიდი პატივია. ჩემთვისაც რასაკვირველია ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღება და ჩვენი განხილვის საკითხი არის მართლაც და ერთ-ერთი ყოველდღიურ აქტუალური ჩვენი საზოგადოების ეს არის ევროკავშირი, ევროინტეგრაცია და ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოება. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს უკვე ჩამოყალიბდა როგორც ძალიან წარმატებული და ძალიან მოწინავე პარტნიორი ევროკავშირისა, უკვე დიდი ხანია ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან სწორედ ჩვენ დავიწყეთ მოძრაობა მიმართულებით, ეს იყო ჩვენი
თაობების სურვილი, რამდენიმე საუკუნის მანძილზე ყოფილიყავით რაც შეიძლება უფრო ახლოს ევროპასთან. რადგან იყოს გამოწვეული, რასაკვირველია, იყო გამოწვეული უპირველეს ყოვლისა იმ ფასეულობებითა და ღირებულობებით, რომლებიც ქართველებისთვის ყველაზე უფრო ახლოს არის, იმ თავისუფლებით, რომელსაც ქართველები ყველაზე უფრო აფასებენ და რასაკვირველია იმ გარემოთი, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ჩვენს ქვეყანას და იმ შესაძლებლობებით, რომელიც რასაკვირველია ჩვენ დღითი დღე უფრო და უფრო გვეხსნება და გვაქვს იმის საშუალება, რომ ვისარგებლოთ ყველა იმ ასე ვთქვათ სარგებელით, რომელიც ევროკავშირს გააჩნია. თქვენ იცით, რომ საქართველომ მიმდინარე წელს მოახდინა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, ანუ დასრულდა რატიფიცირების პროცესი და ასოცირების შეთანხმება შევიდა ძალაში, მისი განუყოფელი ნაწილი, სწორედ ეს არის ღრმა და ყოველწუთული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ნაწილი, რომელიც მოიცავს სწორედ აი ყველაზე მნიშვნელოვან ჩვენთვის ყველაზე უფრო ხელშესახებ და ყველაზე უფრო ასე ვთქვათ სანუკვარ განზომილებას ასე ვიტყვი ეს არის სწორედ ეკონომიკური ურთიერთობების გაადვილებას, ეკონომიკური ურთიერთობების გამრავალფეროვნებას სოფლიოში ყველაზე დიდ ბაზართან, რომელსაც წარმოადგენს ერთიან ბაზართან, უფრო წარმოადგენს ევროკავშირი და ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ვინაიდან ჩვენ მომდევნო პერიოდში გვექნება საშუალება აღნიშნული ფორმატის მაქსიმალურად გამოყენებისა და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, ვინც არის დაკავებული ნებისმიერი სახის ბიზნესით, რომ ისარგებლოს ამ თავისუფლებით, იმოგზაუროს ევროპაში, ასე ვთქვათ, თავისი საქონელი და თავისი ნაწარმი გაყიდოს ევროპაში ბარიერების და ტარიფების გარეშე და რასაკვირველია სარგებელი ნახოს ამით. ჩვენი დევიზი, ვფიქრობ, რომ საქართველოს დევიზი თავიდანვე პირველივე დღეებიდან დამოკიდებულების აღდგენის პირველი დღეებიდან იყო მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია მრავალი სფეროს მიხედვით, მრავალი სფეროში. ეს არის ადამიანის უფლებები, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ეს პროცესი რასაკვირველია გრძელდება. ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, უკვე ვაგრძელებთ საკმაოდ დამოუკიდებლად, რასაკვირველია ჩვენ ეხლაც ძალიან გვჭირდება მათი დახმარება, ძალიან ჭირდება იმ ქვეყნების დახმარება, რომლებმაც ამდენი ინვესტირება, ამდენი ადამიანური ინვესტიცია განახორციელეს და ადამიანური ასევე ფინანსური ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში. ეს პროცესი გაგრძელდება, მაგრამ მიზანი არის სრულიად ცხადი. ეს არის საქართველოს ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბება. ძალიან დიდი მადლობა. და სანამ ბატონო ოლივერ თავსვას შეკითხოს, ბატონო მიხეილ, მინდა თქვენ აქვე გკითხოთ, როგორ დგას საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებისა ევროკავშირთან ურთიერთობის დროს? ასოცირების შეთანხმება ხაზს უსვავს, რომ რა თქმა უნდა, მხარეები ამ შემთხვევაში ევროკავშირი და საქართველო აღიარებენ ტერიტორიულ მთლიანობას, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, იცავენ ამას, ათანხმებენ პოლიტიკას, არ აღიარების, მაგრამ ჩართულობის პოლიტიკას. ჩართულობის პოლიტიკის თვალსაზრისით სპეციალური თავია მიძღვნილი ამ საკითხზე. ევროკავშირი და საქართველო მომხრენი არიან და ასოცირების შეთანხმებითაც ადასტურებენ არაძალისმიერი გადაწყვეტის ასე ვთქვათ მეთოდს კონფლიქტების თვალსაზრისით, მაგრამ ძალიან საინტერესო ნიუანსები არის ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით. მხარეები თანხმდებიან, იგულისხმება საქართველო და ევროკავშირი, რომ ყველა ის სიკეთე, რასაც მიიღებს საქართველო ასოცირების შეთანხმებით, უნდა გავრცელდეს აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობაზეც და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებ მოსახლეობაზე. ეს ჩემი აზრით ძალიან კარგი, ძალიან სწორი მიდგომაა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ეს პრობლემა, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ვერ გამოდგება შეფერხებად ასოცირების შეთანხმების განხორციელებისთვის და ეს როგორ ვთქვა, სწორი სიგნალი არის იმათვის, ვისაც შეიძლება გაეხსნას მადა რაღაცა ტერიტორიული კონფლიქტების სტიმულირებით ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. თუ კიდევ ერთხელ შევაჯამებ თქვენი კითხვის პასუხს, მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი პოლიტიკითაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონკრეტული შეთანხმებით, როგორც არის ასოცირების შეთანხმება, ამითაც ხაზს უსვავს ამ ტერიტორიულ ერთიანობას. ბატონო ოლივერ, მე მინდა თქვენ გკითხოთ, როგორც ევროპელს, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, ცხოვრობს საქართველოში უკვე მრავალი წელია და ეწევა ძალიან აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. თქვენ გყავთ სტუდენტები, კითხულობთ ლექციებს უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. მე მინდა გკითხოთ, რა საერთოს ხედავთ ჩვენსა და ევროპულ კულტურას შორის, რა არის საერთო და რა არის განსხვავება? საქართველო ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანა არის.
თავისი მხარეები, თავისი კუთხეებით და ასე შემდეგ ენით და სარწმუნოებით, ძალიან მრავალფეროვანი და ეს მე მგონი ამ ქვეყნის ერთ-ერთი სიმდიდრე არის, რომელიც საჭიროებს ზრუნვა. მე დავდიოდი ბევრ რეგიონებში, სამსხჯავახით, ქვემო ქართლში და ასე შემდეგ იქ მიმუშავია და ძალიან გუთბილი ხალხი შეხვედრივა და ბევრი არის განსხვავებულიც, ხო, თავისი სტუმარ მასპინძლობით, სუპრის კულტურით და ასე შემდეგ და ეს ძალიან ვაფასებ და სხვათა შორის მეუღლე მყავს ქართველი და ამიტომ უკვე ამ საზოგადოების ნაწილიც გახდი, მე მგონი. ჩვენ ასე ვთქვათ, უკვე ფაქტიურად ველოდებით უახლოეს პერიოდში დადებითი გადაწყვეტილების მიღებას ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ფაქტიურად ყველა ეტაპი გაიარა იმისათვის, რომ უკვე საქართველოს საკითხის განხილვა მოხდეს ევროპარლამენტში. მაგრამ თქვენით, რომ ევროკავშირს ამ ეტაპზე აქვს რამდენიმე რიგი გამოწვევები, რომელიც ამ წელიწადს გამოიკვეთა. ეს არის თქვენით მიგრაცია, ეს არის სხვადასხვა სახის საკითხები, რომელიც საჭიროებენ ასე ვთქვათ, უფრო დეტალურ განხილვას და უფრო საფუძვლიან ასე ვთქვათ განხილვას ევროკავშირის ინსტიტუტებში და სწორედ მეგვაჩნია, რომ ამ პროცესის დასრულებისთანავე მოხდება საქართველოსთან მიმართებითაც უკვე საბოლოო დადებითი გადაწყვეტილების მიღება. მე ხშირად ვსაუბრობ იმაზე, რომ ფაქტიურად ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომელიც რასაკვირველია დამთავრდება წარმატებით. მე მინდა ძალიან ასე ვთქვათ, სრული პასუხისმგებლობით აღნიშნო, რომ საქართველოს იყო ნამდვილად გამორჩეულად წარმატებული მოთამაშე, რომელმაც თავისი წილი ვალდებულებების, ანუ რაც იყო დასახული ჩვენ და მე, სწორედ 2 წელი ნახევრის წინ, რაც უნდა გაგვეკეთებინა, სრულად პირნათლად შეასრულა და მე ყოველთვის ვამბობ, რომ ცოტათ იმაზე მეტიც გააკეთა, ვიდრე ეს იყო თავიდან განსაზღვრული ამ საშინაო დავალებაში, ვინაიდან ჩვენ ფაქტიურად შევეცადოთ, რომ უფრო შორს წავსულიყავით. ვიდრე ამას ითხოვდა საბაზისო დოკუმენტი. ეხლა ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ გავამეორებ იმ ფაზაში, როდესაც უკვე ველოდებით, აი უახლოეს პერიოდში ამ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას და საქართველოს საკითხის ევროპარლამენტში განხილვის დადებითად დასრულებას. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას ამ საკითხში და მე მინდა თითოეულ თქვენგან მიპასუხოს შეკითხვაზე, რომელიც ფაქტობრივად შეაჯამებს ჩვენს დღევანდელ საუბარს. რას ნიშნავს საქართველოს ევროპული გზა? მოდით ბატონო მიხეილ, თქვენიდან დავიწყოთ. საქართველოს ევროპული გზა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ჩამოყალიბებას ისეთი ტიპის ქვეყნად, როგორც არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის, ანუ თავისუფალი ბაზრის განვითარების თვალსაზრისით. მე, როგორც ამ ქვეყნის შვილი, ძალიან ასე ვთქვათ, დიდი ენთუზიაზმით უყურებ ჩვენ ევროპულ გზას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთმანეთს ასე უთანხმებენ თავიანთ პოლიტიკას და თითოეული მცირე თუ დიდი ქვეყნის ინტერესი გათვალისწინებულია, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის არც კულტურა არ დაიკარგება, არ ჩაიკარგება იმ დიდ გაერთიანებაში, არც ენა, არც სხვა ინტერესი, გნებავთ ეკონომიკური, გნებავთ პოლიტიკური. ამიტომ ჩემთვის საქართველოს ევროპული გზა არის გზა განვითარებისკენ და უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა და ბატონო ოლივერ, მე მინდა თქვენ გააგრძელოთ ეს თემა, რას ნიშნავს საქართველოს ევროპული გზა. გთხოვთ, ძალიან საინტერესო იქნება თქვენი ხედვა ამ საკითხის მიმართ. მგონი ეს ევროპული გზა არის მუდმივი პროცესი, ხო, ეს რომ ევროპაშიც და აქაც. მე მგონი აი სიმდიდრეზე, კულტურულ სიმდიდრეზე უკვე ვისაუბრეთ. მგონი ეს არის როგორი არის ეს ღირებულებებზე, რაზეც იყო საუბარი გამოყენებული ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქალაქეების მიერ. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გიგი, გისმენთ? ჩემთვის საქართველოს ევროპული გზა ეს არის გარდაუვალი პროცესი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის, ეს არის გარდაუვალი პროცესი ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნებისა, ეს არის გარდაუვალი პროცესი ჩვენი ქვეყნის წარმატებულ, ძლიერ ეკონომიკურად გამართულ ქვეყნად ჩამოყალიბებისა და ეს არის ნამდვილად პროცესი, რომელშიც თითოეულ ჩვენთაგანის მონაწილეობას კიდევ ერთხელ გავემეორებ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ნებისმიერი თაობის, ნებისმიერი მსოფლმხედველობის, ეს არის ჩვენი ერთიანად გასაკეთებელი საქმე, ეს არის პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს ადგილს დაუმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში.
მადლობას მოგახსენებს სტუდიაში სტუმრობისათვის და ესეთი საინტერესო საუბრისათვის. მე კი აქვე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს და შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი მიემგზავრება ჰოლანდიასა და ბელგიაში და მოგზაურობის შესახებ ექსკლუზიურ მასალას თქვენ ნახავთ მეორე გადაცემაში. მე დღეს უნდა დაგემშვიდობოთ, თქვენ უყურებთ საქართველოს ევროპულ ოჯახში. მე თამარ ხვედელიძე ვარ, ნახვამდის. დაგვირეკეთ, თქვენი თითოეული ზარით გაღებული თანხა დაგიბრუნდებათ სატელევიზიო ფორმატით, სწორედ იმ გადაცემის საშუალებით, რომელსაც ყოველთვის ელით.